მოგესალმებით. ალბათ ხოლოს გსმენიათ სიტყვები hub, switch, router. ეს ის მოწყობილობებია, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენს ციფრულ სამყაროს ატრიალებს, მაგრამ მოდი ვაღიაროთ. ბოლომდე გვესმის, რომელი რას აკეთებს? აი, ზუსტად ამაში ვაპირებთ დღეს გარკვევას, მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე. დავიწყოთ იმით, რაც ყველას გვაინტერესებს. აი ის მოციმციმე ყუთი თქვენ სახლში რომ დგას და ინტერნეტს გაწვდით. რეალურად რას აკეთებს? მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ და გავშიფროთ ამ მოწყობილობების საიდუმლო. ჩვენს ისტორიას ვიწყებთ ყველაზე ძველი და მოდი ვთქვათ ყველაზე პრიმიტიული მოწყობილობით. ეს არის hub-ი. წარმოიდგინეთ, რომ hub-ი ქსელური სამყაროს ყველაზე საბაზისო დონეზე მუშაობს. ეს არის ფიზიკური დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ესმის მხოლოდ ელექტრული სიგნალები და კაბელები, მეტი არაფერი. მისთვის არ არსებობს მისამართები ან მონაცემების შინაარსი. მაშინ, რას აკეთებს hub-ი? ძალიან მარტივ რამეს. როდესაც მასთან ერთ-ერთი პორტიდან ინფორმაცია შედის, ის ამ ინფორმაციას არც კი კითხულობს. უბრალოდ იღებს და ბრმად აკოპირებს და უშვებს ყველა სხვა დანარჩენ პორტში. ანუ ერთგვარი გამეორებელია. საუკეთესო ანალოგია ალბათ ეს არის. წარმოიდგინეთ, რომ ხალხით სავსე ოთახში ვინმე შემოდის და ყვირის იმას, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა უთხრას, შედეგად რა ხდება? ამას ისმენს აბსოლუტურად ყველა. აი, ზუსტად ასე მუშაობს hub-ი და ეს მისი ყველაზე დიდი პრობლემაცაა. ხომ ხვდებით, რამხელა პრობლემაა ეს? როცა ყველა ერთდროულად ლაპარაკობს, იქნება სრული ქაოსი. ქსელშიც იგივე ხდება. ეს იწვევს მონაცემების შეჯახებას, ანუ კოლიზიებს, რაც საშინლად ანელებს ყველაფერს. რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, როცა შენს პირად შეტყობინებას ყველა ისმეს, ეს რბილად რო ვთქვათ არასასიამოვნოა. ხო და ზუსტად ამ მიზეზების გამოა, რომ hub-ები დღეს ფაქტობრივად მუზეუმის ექსპონატებია. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით, ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბრმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. საბედნიეროდ, ტექნოლოგია გარვითარდა და hub-ი ჩაანაცვლა ბევრად უფრო ჭკვიანმა მოწყობილობამ. მოდით გავიცნოთ switch-ი. switch-ი უკვე ერთი საფეხურით მაღლა დგას. ის მუშაობს მეორე, ანუ მონაცემთა არხის დონეზე. და აი აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი ცნება, მაგ მისამართი. ეს არის უნიკალური კოდი, რომელიც ქარხნულად ენიჭება აბსოლუტურად ყველა ქსელურ მოწყობილობას, თქვენს კომპიუტერს, ტელეფონს თუ ტელევიზორს. ხო და მთავარი განსხვავებაც სწორედ ესაა. hub-ისგან განსხვავებით, switch-ი აღარ ყვირის. ის კითხულობს თუ ვისთვისაა განკუთვნილი ინფორმაცია და აგზავნის ზუსტად იმ ერთ კონკრეტულ მოწყობილობასთან. ის ინტელექტუალურია. და როგორ აკეთებს ამას? აი, ესაა ყველაზე საინტერესო. როდესაც რომელიმე მოწყობილობა პირველად აგზავნის მონაცემს, switch-ი იმახსოვრებს მის max მისამართს და იმ პორტს, რომელზეც ისაა მიერთებული. ასე ნელ-ნელა ქმნის ერთგვარ მისამართების ციკლს, ანუ რუკას, და უკვე ზუსტად იცის, ვინ სად ცხოვრობს მის ქსელში. ანუ თუ hub-ი იყო ოთახში მოყვირალი ადამიანი, switch-ი უკვე ჭკვიან პოსტალიონს ჰგავს, რომელიც წერილზე მისამართს კითხულობს და პირდაპირ ადრესატთან მიაქვს. შედეგად ქსელი ხდება ბევრად უფრო სწრაფი, ეფექტური და რა თქმა უნდა ბევრად უსაფრთხო. კარგი, switch-ით შევქმნით ეფექტური ლოკალური ქსელი, მაგალითად ჩვენს სახლში. მაგრამ როგორ დაუკავშირდეთ გარე სამყაროს, ანუ ინტერნეტს? აი აქ შემოდის სცენაზე ჩვენი მესამე გმირი, routeri. routeri ამ სამეულში ყველაზე ჭკვიანი და დახვეწილი მოწყობილობაა. ის მუშაობს მესამე, ანუ ქსელურ დონეზე. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეუძლია არა უბრალოდ მოწყობილობები, არამედ მთლიანი ქსელები დააკავშიროს ერთმანეთთან. მისი მთავარი ფუნქციაა მარშრუტიზაცია, ანუ გზის პოვნა. routeri თქვენი ლოკალური ქსელიდან იღებს მონაცემებს და პოულობს საუკეთესო გზას, რომ ის სხვა ქსელში, მაგალითად გლობალურ ინტერნეტში გადააგზავნოს. თუ switch-ი ოფისის პოსტალიონი იყო, routeri უკვე მთელი ქალაქის ცენტრალური პოსტაა. ის MAC მისამართების ნაცვლად IP მისამართებს იყენებს. ეს იგივეა, რაც საფოსტო მისამართი, ქუჩითა და სახლის ნომრით. სწორედ IP მისამართების დახმარებით აკავშირებს ის სხვადასხვა ქსელებს ერთმანეთთან. კარგი, მოდით ახლა ეს ყველაფერი ერთად დავალაგოთ და კიდევ ერთხელ თვალსაჩინად ვნახოთ, რა განსხვავება ამ სამ მოწყობილობას შორის. აი, ამ ცხრილში კი ყველაფერი შავით თეთრზე ჩანს. ნახეთ, რა გზა გავიარეთ. დავიწყეთ სრულიად გაუნათლებელი hub-ით, რომელიც უბრალოდ ყვიროდა ინფორმაციას. მერე მოვიდა switch-ი, რომელმაც უკვე ისწავლა MAC მისამართებით მუშაობა და მონაცემების დახარისხება. და ბოლოს გვაქვს routeri, ყველაზე ჭკვიანი, რომელიც უკვე IP მისამართებით საუბრობს და არა მხოლოდ მოწყობილებებს, არამედ მთელ ქსელებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ნამდვილი ევოლუცია, არა? და ბოლოს როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად, მაგალითად თქვენ სახლში? აი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე კარგად აჯამებს ყველაფერს. switch-ი ქმნის ლოკალურ ქსელს თქვენს მოწყობილობებს შორის, routeri კი ამ თქვენს პატარა ლოკალურ სამყაროს დიდ გლობალურ სამყაროსთან აკავშირებს.
თანამედროვე სახლის роуტერების უმეტესობას სინამდვილეში ჩაშენებული აქვს switch-იც. ანუ, роутერი არის ის კარიბჭე, რომელიც ინტერნეტს უერთდება და ქმნის თქვენს Wi-Fi ქსელს, ხოლო მისი სადენიანი პორტები switch-ის მსგავსად მუშაობს და თქვენს კომპიუტერს, სათამაშო კონსოლსა თუ ტელევიზორს ერთმანეთთან აკავშირებს. და ბოლოს დავსვეთ ასეთი კითხვა. ტექნოლოგია გამუდმებით ვითარდება, ჩვენი სახლების სულ უფრო ჭკვიანი ხდება, მოწყობილობების რიცხვი კი იზრდება. საინტერესოა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? როგორი იქნება ქსელური მოწყობილობების ევოლუციის შემდეგი ეტაპი? ამაზე დაფიქრებას კი მოდით თქვენ მოგანდობთ. და თუ თქვენ ისტი საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ /G დახრილი ხაზი ICT-RG, ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.